ზუზუები გიფახფახებს მინდაო დაგინახე გული შამიშინდაო ჩიტიგურიტი მოლაგური პრინდაო ვიცი გიჟო მოდრია იგინდაო ჩიტიგურიტი მოლაგური პრინდაო ვიცი გიჟო მოდრია იგინდაო ჩაიგრენი ფხავი და წინდაო ჩიტიგურიტი მოლაგური პრინდაო ზუზუები გიფახფახებს მინდაო დაგინახე გული შამიშინდაო ზუზუები გიფახფახებს მინდაო დაგინახე გული შამიშინდაო მეც მაქვს პატარა მიზეზი ცოტათი გაგეპრანჭოთ. საქმე იმაშია, რომ დღეიდან მწერალთა კავშირის წევრი ვარ და ასევე გადმომეცა ჯილდო საქართველოს კულტურის დესპანი და ეს არის ძალიან მაღალი წოდება. დიდი მადლობა ამისთვის. ჩემი ნაწარმოებები სამენაზეა თარგმნილი და იმედი მაქვს, რომ აი ამ მაღალ ჯილდოს გავიტან სხვადასხვა ქვეყანაში. ქალბატონო ლალი, უკვე მრავალი წელია შეიძლება უკვე ესე ითქვას. ვაკვირდები თქვენს ცხოვრების გზას, თქვენს ბრძოლას სიმართლისთვის, თქვენს სიყვარულს ქართული კულტურისა და ქართული მწერლობისა და თვითონ თქვენ ნაწარმოებებს, რომლებიც პოპულარულია არა მარტო ჩვენთან საქართველოში, არამედ არაერთ ქვეყანაში. და მიხარია, რომ თქვენ გახდით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელიც უკვე 100 წელს მოითვლის და სწორედ როცა დაფუძნდა მწერალთა კავშირი ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, პავლო იაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის თაოსნობით პირველ ყრილობაზე ასეთი რამ თქვა ტიციან ტაბიძემ. ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს. სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება და თუ ვინმე საქართველოს მოკლასურს ჯერ მწერალს უნდა ესროლოს. და თქვენს ნაწარმოებში ძალიან ხშირად არის ხოლმე სწორედ ერის სული ლაპარაკობს. და მიხარია, რომ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხართ და გილოცავთ ქართული კულტურის დესპანის წოდებას. მე ვიცი, რომ თქვენ არაერთი ქვეყანა გელით და აი ესე წაიღებთ ამ წოდებას, როგორც ღირსეული ქალბატონი. დიდი მადლობა, ისეთი ძალიან დიდი პატივია. ამ დარბაზში არაერთხელ ყოფილ ვარ სხვასთან, როგორც სტუმარი და ჩემთვის მართლა დიდი პატივია, რომ დღეს მე ვარ აქ წარმოდგენილი, როგორც ესეთი აი ამ ძალიან დიდი ჯილდოს მატარებელი. უღრმესი მადლობა. იმასაც საყვარელი.